კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ახლა ხანს მოისმინეთ იმედია რაზე ვისაუბრებ დღეს, მაგრამ მე უბრალოდ მინდა გავაგრძელო ჩემი აზრი და მე ნამდვილად აღარ შეგაწყენ თავს. მე პირადად ეს საიდან მებადება ესეთი შეგრძნება ის თამბოლო დროს ახლა მოგეხსენებათ ძალიან ბევრი და კარგი სატელევიზიო სერიალი კეთდება რომელიც თურქულს არ გულისხმობ მართლა ძალიან მაღალი დონის სერიალებს ან ბრიტანული ან ამერიკული მართლა ძალიან კარგი სერიალები კინოსთან ძალიან მიახლოებული ყოველ შემთხვევაში მაღალი ხარისხის და მაქვს ეს ცოდვა უყურებ ხოლმე მაინტერესებს რა ხდება და ხშირად წავაწყდი თუ არ არის ეს რაღაცა პოლიტიკური ინტრიგებზე სერიალი ან რაღაცა სრულიად ის გასართობი რაღაცა σαν დეტექტივი არის ძალიან ხშირად თემა იმისა რომ ადამიანებს ურთიერთობები უჭირთ ძალიან უჭირთ კომუნიკაცია უჭირთ კონტაქტის დამყარება რომ არიან მარტო უჭირთ საკუთარი გრძნობებისთვის სახელის დარქმევა იშინიათ ამის ყოველთვის თავს იკავებენ და არ უნდათ რომ სხვამაც იფიქროს რომ გარკვეული ურთიერთობები რომელიც მათ აქვთ არის ურთიერთობები მოკლედ რაღაცა ძალიან სერიოზულად დგას ეს საკითხი და ამ დროს მეჩვენება რომ არც თუ ისეთი თიდან გამოწვეული თემაა ეს დავუშვათ რომელიც შეიძლება ხშირად ნახოთ ხოლმე სერიალებში რაც შეეხება სოციალურ ქსელებს რა თქმა უნდა ეს არაჩვეულებრივი მოვლენაა იმიტომ რომ ვცნელად წარმოსადგენია რომ 21 საუკუნეში ადამიანები გზაჯვარედინზე შეიკრიბონ ხოლმე პერიოდულად და რაღაც თემები განიხილო ეს არის არაჩვეულებრივი სივრცე სადაც შენ შეგიძლია შენი აზრი დააფიქსირო კონკრეტულ რაღაც მოვლენასთან დაკავშირებით მათ შორის პოლიტიკურ მოვლენებთან სოციალურ მოვლენებთან და ასე შემდეგ და ეს ძალიან კარგია იმიტომ რომ გზაჯვარედინზე ის ხალხი რო იკრიბებოდეს და იმასე უგნეოდეს რასაც ერთმანეთს წერენ ხოლმე სოციალურ ქსელებში ყველა ასეთი შეხვედრა სისხლისღვრით დამთავრდებოდა და ამიტომ ძალიან კარგია რომ ისინი ერთმანეთს ვერ ხვდებიან მე ეს ძალიან მომწონს მაგრამ ხომ არ არის საშიშროება რომ ჩვენ დავკარგოთ უნარი უბრალოდ საუბრი ერთმანეთთან ლაპარაკი სიტყვით ჩვენი აზრების გამოთქმის ან ძალიან შეგვეშინდეს ამის იცი მე არ ვიცი უბრალოდ ეს კითხვა და რაც შეეხება ვირტუალურ ურთიერთობას ეს ჩვენთანაც აქტუალური გახდა უკვე წლებია და ბუნებრივია მე არაერთი ისტორია ვიცი მაგალითად და აღშფოთებული მშობლების რომლებიც ყვებიან რომ მე მახსოვს ჩვენ ბავშვობაში როდესაც ვიკრიბებოდით როგორ დროს ვატარებით თუნდაც დაბადების დღეზე და დღეს რომ მივაკითხე მაგალითად შვილს რომელიც იყო თავის თანატოლებთან ერთად ერთ-ერთი თქვა მეგობრის დაბადების დღეზე რო შევედი ოთახშიო სხედან ბავშვები მაგიდასთან ბავშვები უკვე მოზარდები და არც ერთი ერთმანეთს არ ელაპარაკება. ყველას უჭირავს ხელში ტელეფონი და ერთმანეთს უგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ნუ ეს პრობლემა არის, თუმცა არ ვიცი ეს მხოლოდ ვირტუალური სივრცის პრობლემაა თუ რასაც შევყვებოდი, არის თუ არა ჩვენთანაც ეს იგივე პრობლემა, რაც თქვა იგივე თქვა ამერიკულ სერიალებში. მეგაპოლისია პლუს ახლა მე მესმის რომ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის ნახვა ხანდახან თვეობით. გასაგებია, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენთანაც ქალაქში ეს ხო ნამდვილად არის პრობლემა, ну ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. ხო, ეს არის საინტერესო ჩვენთან რა რეალობაა ამასთან დაკავშირებით, რომ მგონია რომ ამის ნაკლებად უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ეს პრობლემა ურთიერთობა. ცივილიზაციას ვერ გაექცევი პირიქით იქით გვინდა უფრო ღრმად შეცვლა და ეს ცივილიზაციიდან წარმოქმნილი მანქანა ვერ შეცვლის, ვერანაირად ვერ შეცვლის იმ რეალურ ურთიერთობას. მე მჭირდება ნინოსი, შენი, სალომესი შემოხედვა თვალები, მატყუებს თუ არ მატყუებს, ის შეგრძნებები, ის ბიოდენები, ის ურთიერთობები, ზოგჯერ უემოციოთაც ნინო, უამისოდ ვერ წარმოგიდგენია, უკვე რაღაც რობოტად იქცევი, ხო? შენ იკეტები უფრო ნინოს გასაღები არა აქ რომ მე გაამხსნას თქვა. აი როგორც კი, კარგი. ხო და ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ნინოს გასაღებია ჩაკუჩი. ყოველ შემთხვევაში ადამიანს უნდა კონდეს უკვე ამის საშიშროება. და იცი რა არის? აი ხა ფიქრობდი სულ ადრე იყო ესეთი თამაში ფლირტი ერქვა ამ თამაშს, კარტმისტი ბანკოები იყო დიდი და იყო წარწერა. უგზავნიდი ადამიანს მაგალითად ყვავილი სახელს ეუბნებოდი სოსანი.
ის მერე წაიკითხავდა სოსანი. გავთხოვდი მე. აი ხო ხედავთ, ესე იგი, მოდი არა, მომიყევით ბოლომდე არ ვიცით. არ გადაბრიოთ, ეხლა არ იცით ეს? არ ვიცით, არ იცით. ბოდიში. არა, ქალბატონ ნანას ისტორია არის. ულამაზესი ხუთი ეს არის ბებია ჩემს დროინდელი და მე ოჯახში მქონდა ჩვენ ამას და თამაშობდით ხოლმე ხანდახან რა იყო თამაშის წესები, აბა აღვიხსენ. იყო ესეთი ულამაზესი ხუთი და ამ ხუთში იყო ჩალაგებული ესეთი კოლოფში ბევრი ესეთი ბანკოს ფურცელი. სადაც იყო სხვადასხვა ყვავილების სახელები და ტექსტები იყო მიწერილი. ანუ ზუსტად იგივე პრინციპია, SMS-ის პრინციპია. ანუ შენ აძლევ ესე ბანკოს და ეუნები სოსანი. ვთქვათ, ხო, ყვავილის სახელი. სოსანს გვერდზე წერია. განმარტება მოყვება. მე გიждები თქვენზე. მე მინდა ვარდების კონა და ფეხებში დაგიყარო. უცებ შენ ამ დროს იცი სოსანი რას ნიშნავს? არ სოსანი, არა, უნდა წავიკითხო სოსანი გამომიგზავნეს. სოსანის გვერდზე რა წერია ვკითხულობ. ეხლა მე უნდა ვუპასუხო. ვიღებ მეორე ბანკოს. წაბრძანდით, რაც შეიძლება შორს მე თქვენ მძულ ხართ, თქვათ, შროშანი. შენ უგზავნი შროშანს. ეს იყო ესეთი ერთგვარი გასართობი მე-19 საუკუნის თქვათ. ანუ მე ხარ ვიღაცას უთხრა შროშანი, ესე იგი მან გამოიცნოს რომ ის ვერ გამოიცნოს, იმიტომ რომ ეს არ არის. იცი რა, მივაყოლა უნდა დისკუსია. თავარია რომ კარგი თამაში ყოფილა. ვერ გეუბნება სიტყვიერად ამას. ერიდება. ამ დროს აი ეს არის ქალბატონ ნანა ზუსტადაც რომ მე მიმაჩნია რომ აი ამ ვირტუალურ სივრცეში ხო ადამიანებს უკვე ძალიან ცოტა რაღაცის ერიდებათ. პირიქით ზეგახსნილობა არის, არ მიგაჩნია და მე მგონია რომ ხშირად ამბობენ იმას, რასაც ისე როცა თვალებში უყურებენ ადამიანს არ იტყოდნენ. ან ისე აშიშულებენ საკუთარ თავს სულიერად, ფიზიკურად, რასაც ეჭვი მაქვს რომ ადამიანების თანდასწრებით ცოტა თუ გაბედავდა. ძალიან პირიქით, ძალიან გახსნილობა ამ თვალსაზრისით მე ესე მეჩვენა. ეს რეალობა შეიცვალა და ძალიან ცუდად შეიცვალა. ამაში ყველას აქვს თავისი ცვლილება. მაგალითად, როცა მე დღემდე მიკვირს აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ და არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე და თქვას ის რაც გაეხარდება. მაგრამ როდესაც ადამიანს თავის პირად ცხოვრებაზე, მეტსაც გეტყვი, ინტიმურ ცხოვრებაზე კითხვას უსვამენ ტელევიზიის ეკრანზე და ეთერში და ამ ადამიანს არ უჩნდება სურვილი რომ ადგეს და დატოვოს ის ეთერი და პირიქით გასცეს პასუხი ასეთ შეკითხვას საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე. ნინო, ამ შემთხვევაში გადაგულია ეს ინტიმური ცხოვრების დეტალები. როცა დეტალები ეთერშიც და არიან ორი ტიპის ადამიანები. ახლა ბოლომდე ვერ დავაბრუნებ რესპონდენტს, რატომ იცით? არიან ადამიანები, რომლებიც შამ სრულიად შეგნებულად აკეთებენ და კონკრეტულ ტელეგადაცემებში სწორედ ამიტომ მიდიან, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად მათი კომუნიკაციის ენა და მიაჩნიათ რომ ამით არიან საინტერესო საზოგადოებისთვის და რაღაც გარკვეულ დივიდენდებს იღებენ და ეს თამაშის წესებია რომელსაც ისინი იღებენ. არის მეორე შემთხვევა, როდესაც ადამიანი უბრალოდ იმდენად ვერ წარმოუდგენია ასეთი ტიპის შეკითხვა, რომ შეიძლება დაისვას, რომ უხერხულობისგან, დაბნეულობისგან დარჩეს ადგილზე და ყოველას არ შეუძლია ესე საჯაროდ, როდესაც იმყოფება თუნდაც სტუდიაში გარშემოტყმული ადამიანებით, რომლებსაც ის იცნობს, თუ ის არ არის საჯარო პირი და არ არის მარტივად ჩართული ამ თამაშებში. მას ხშირად უბრალოდ მორიდების გამო ვერ აკეთებს იმას, ახლა რაც ეჩნდება, რომ ხა ადგეს და თქვენ როგორ მიბედავთ ესეთი კითხვების დასმას, თქვენ მიბრძანდებით საერთოდ წავიდეს. ეს რთულია ასე ადამიანს ვერ მიტყვი რომ ეს რატო იქცევა. ეს ხო არის რატომ გვიჩნდება ჩვენ ზოგადად, ხო? ხა ყველა არ შეიძლება რომ რაღაც კონკრეტულზე ვილაპარაკოთ ადამიანზე, ვინც ესეთი. ჩვენ რატომ გვიჩნდება სურვილი რომ ეს ვიცოდეთ? ეს არის საინტერესო. რატომ არის ჩვენთვის საინტერესო ეს? რატომ ვუყურებთ ესეთ რაღაცებს, რატომ მოგწონს, რატომ განვიხილავთ? ეს ნამდვილად კიდე ცალკე საკვლევი თემაა ჩემი აზრით. რაც უფრო და ამაზე სოციოლოგი ფსევდო მიხაილ ბიჩეკი ყოველთვის პასუხობდა, როცა მე ზუსტად მაგ შეკითხვას უსვამდი, რომ რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი რაღაცების ინტერესი, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს არის სრულიად ამოუხსნელი ფენომენი. რაც უფრო დაფარულია და რაც უფრო ინტიმურია, გაცილებით უფრო მეტად აინტერესებს ადამიანს, იმიტომ რომ სწორედ ის უნდა იცოდეს, რაც არ შეიძლება რომ იცოდეს, ან ვერ გაიგებს ჯერ ესეთი დასკვნა გამოგაქ იქიდან, რატო?
დასკვნაც გამოგაქ იქ. არა, როგორ, აბა რა შეცდომა დაუშვა. აი მაგალითად რუსეთში რო არის გადაცემა პუსგავარიათ, ხო, ეს ძალიან ცნობილი გადაცემა. იქ ისე შიშულდება ადამიანი, ისე რო არცერიდება, საქართველოში ნაკლებად არის. თუმცა არის, მაგრამ ნაკლებად და რუსეთში აი ხალხისგან გამომდინარე, ის იმას არ აინტერესებს ახლა შენ იმაზე რას იფიქრებ. ის ასე ცხოვრობს და ასე და მე რატომ აინტერესებს? მე მაინტერესებს რა მოხდა, დასკვნა გამოვიტანო. რა შეიძლება, მოიცადე, რა შეიძლება იმ ადამიანისგან მე აღარ გავაკეთო, ვთქვათ, ხო? არის ესეთი რამ. შეიძლება ხა მე მგონია რომ ქავატონანო ასეთი მოსაზრებებით რომ ხა ვისწავლო და ის არ მოვიქცე რომ აბა ძალიან ცოტა უყურებს. ხა მე მარტივად გადავწყვიტე ჩემთვის ესეთი პრობლემები არ უყურებ. ზუსტად ვიცი ხა რაღაც გარკვეულ გადაცემებს არ გეწყინოთ ამ გადაცემასაც თქვენ რომ დაასახელეთ არ უყურებ, იმიტომ რომ მივხვდი რომ არ მაინტერესებს. მარტო ოღონდ გუწრფელად არ მაინტერესებს. ეს არ არის უბრალოდ ძალიან მოსაწყენია ჩემთვის ამ ყველაფრის ყურება და არ ადამიანი რაზეა წამსვლელი აი იმ გადაცემიდან ჩანს ყველაფერზე კალბატონანა ეს ხო გავიგეთ რა სიბოროტეზია აგებული ზოგჯერ ადამიანი თავის თავად ეს აქტია სიბოროტე რაც იქ ხდება ის კი არა რაც ამ ადამიანმა მანამდე გააკეთა ხვდებით ჩემთვის ახლა პირადად აი ამ ყველაფრის ესეთი გამოტანა ასეთი ტიპის გარჩევის გაკეთება რომელიც აბსოლუტურად არაფრის მომცემია ეს არ არის მომცემიც რისია რომ აღარ გააკეთოს ვიღაცა ოიმე ნანა შენ თუ იცი ადამიანი რომელმაც დაინახა შეხედა და ო მე ადამიანის ყველაზე მდაბიო გრძნობებზე აწყობილი რაღაცა სუდი სანახაობა ძალიან სუდი სანახაობა რომელიც აი არაფერს კარგი აბსოლუტურად არაფერი კარგისკენ არ მოგიწოდებს სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ავსით გონით ეს ჩემი ბრალი იყო ნამდვილად შენი ბრალია საერთოდ მაგრამ კომუნიკაციის პრობლემებში ესეც შედის იმიტომ რომ ესეც გვიბიძგებს ჩვენ აი იმ რაღაცა კონკრეტული ტიპის ჩვენ ვერ ვხვდებით როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ქოძნობიერს და მე მგონი იცით უყურებთ ამას გონია რომ უშვებთ არაფერი არ გვაინტერესებს არა უშავს რა მოხდა ეხლა მე უყურებ რა როგორი ხალხია რა დაბალი დო რაღაცებს ვამბობთ მაგრამ მაინც ვუყურებთ ჩვენ გონია რომ ეს არ მოქმედებს მაგრამ ეს მოქმედებს გონია რომ ეს ყველაფერი ილექება ჩვენს ქოძნობიერს და ვინც არ უყურებს იმაზეც მოქმედებს აუცილებლად მე შენი სოციუმში ტრიალებ აუცილებლად როგორც აი როცა ეკითხებიან ადამიანს აი როგორ ფიქრობთ რა არის ბედნიერება ბედნიერება არის ის როცა ყველა ბედნიერია ირგვლივ როცა არ არის ეს გარემო შენ მარტო ბედნიერი ვერ იქნები გამორიცხული ამბავი და კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ბედნიერება მე ასე ვფიქრობ მე მართლა ძალიან იმიტომ აქ პირველ არხს კომუნიკატორი რა თქმა უნდა და ეს მართლა ძალიან კარგია ეხა აღარ გვაქვს სტუმრებს უნდა დაუთმოთ და ზოგადად ეს კარგია როდესაც ჩვენს ინტერაქცია შეიძლება რომ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანია ინტერაქცია და კომუნიკაცია სტუმრებს დაუთმოთ დრო და ბევრი ისაუბრონ და გადაცემის ბოლოს აუცილებლად უნდა გავიგოთ ქალბატონ ნანას ისტორია არ გინდა კაცო აი ზუსტად ის თემა თქვენ რო ყვებოდით ყველას რო აინტერესებს და რო უყურებო აბა მე მაინტერესებს შენი თვალები, შენი ხასიათი, შენი გამოხედვა, შენი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მე არ მინდა. მეც მაინტერესებს რომელი ყვავილი გაუგზავნეს. ოკეანეს იქით ვიღაცას რაც, ხო, მოკლედ. მოკლედ ჩვენ ახლა გავდივართ რეკლამაზე და ცოტა ხანში კვლავ შემოვალთ კომუნიკაციაში, კი ბატონო. ჩვენ დავბრუნდით ეთერში ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად ფსიქოლოგი ინა ტაბუცაძე და სანდრო ასათიანი ჯიბას პროფესორი თუ მასწავლებელი თუ ლექტორი აღარ ვიცი უკვე რა პროფესორი ასისტენტი კი ბატონო რომელიც ზუსტად ონლაინ კომუნიკაციებზე საუბრება ახალგაზრდებს და ჩვენ იმედი მაქვს რომ გარკვეულწილად გქონდათ საშუალება ჩვენ ეს თქვა პირველი ნაწილისთვის ყური მოგეკრათ და ალბათ მიხვდით რომ ჩვენთვის ეს საკითხი არის თუ არა ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა, ვერბალური კომუნიკაციის პრობლემა, ურთიერთობების პრობლემა და ერთ საუკუნის ადამიანის პრობლემა, ჩვენთვის ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის პრობლემა თუ არ არის პრობლემა. უბრალოდ იცვლება რაღაც და ჩვენ გვეჩვენება რომ ადამიანთ უფრო უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება გზნობებით გზნობებისთვის თავისუფლების მიცემა თუ არა. აი თქვენი აზრი მაინტერესებს აი ამ ჩვენი კითხვის ნიშნის შესახებ.
მე მგონი იცვლება რაღაცები და განსაკუთრებით პატარა თაობაში. ჩვენ თაობას მე მგონი ეს პრობლემა მაინც არ აწუხებს. მაგრამ აი ჩემთან კლიენტები რომ მოდიან რას აქვს გეუბნებით, იცით, სადღაც 17-18 წელი, 20 წლამდე ყოლია კლიენტები, რომელსაც პრაქტიკულად მეგობარი არ ყავს. და ეს ჩემ დროს წარმოუდგენელი. რა არის თავარი მიზეზი ამ? ვერ აყარებენ ონლაინ პრაქტიკულად არ ყავს მეგობარი. ანუ რაზე აზალაპარაკი, იცით, აი თქვა რაღაც პრობლემით არის ხო მოსული, ოჯახური პრობლემა აქვს, რაღაცა პირადი. და რო ეკითხები, შეგიძლია ამის შესახებ თქვა შენს მეგობრებს ესაუბრო, ვინც ყავს და ეძახის ვისაც მეგობრებს, ხო? არა, გამორიცხულია. ანუ რაღაც ცოტა პირადზე თუ არის ალაპარაკო, ის იმის იქით არ გადის, მის პიროვნებას არ ცდება. და აი მიზეზი შეიძლება თქვა რაღაცა განმარტოთ იმისი, რომ რატო თქვა ადრე არ ხდებოდა ასე და დღეს რა მოიტანა. აი გასაგებია სოციალური ქსელები, გასაგებია ინტერნეტი და თქვა ვირტუალური ნინო ძალიან ბევრი სათამაშო გაჩნდა. ძალიან ბევრი სათამაშოა და შეიტრიალ სათამაშო. შეუძლიათ მით უმეტეს ამას აქში. ამის მიზეზი რა? ნუ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ იმას აქში როცა ძირითადად ურთიერთობები ყალიბდება და მეგობარი უნდა შეიძინო, ანუ ლაპარაკი მაქვს ძირითადად გარდამავალ ასაკზე, როცა მეგობარი პრაქტიკულად ანაცვლებს მშობელსაც კი, ბევრად დიდ ავტორიტეტს იძენს და აბსოლუტურად სხვა ურთიერთობები ყალიბდება. აი მას აქში ზუსტად ერთის მხრივ ანაცვლებს ინტერნეტი და სოციალური ქსელები ძალიან დიდი დოზით და ეს ადამიანური უნარჩვევები ვერ ყალიბდება და ვერ ვითარდება ისე როგორც საჭიროა და მეორეს მხრივ ალბათ დაძაბული ესეთ ცხოვრებისეული სტრესული სიტუაცია, როდესაც ელემენტარულად სტუმრად აღარ დავდივართ ადამიანები ერთმანეთთან, თუნდაც ისეთი დოზით, როგორც ადრე იყო ამის საშუალება. აი ერთი რამ მაინტერესებს, სანამ მივალთ გადატეხის ასაკამდე, ეს მეგობრობა, ურთიერთობა მაინც ხო უფრო ადრეულ ასაკში ყალიბდება. საბავშვო ბაღი, თქვათ, აი სკოლის პერიოდი, როდესაც თქვათ, აი სხვა პრობლემები ჯერ არ არის შემოსული და არც ინტერნეტის ისეთი დოზი არ არის შეუწყოს ალბათ ხელი მშობელმა და როგორც წესი უკვე დღეს აღარც დედას ცალი, აღარც მამას, აღარც სხვა აღზრდელს ასე ვთქვათ. ხშირ შემთხვევაში ვიძახით, თორემ ეს არ არის კიდევ კარგი მთლიანად მოდებული და მასობრივი სენი, მაგრამ აი არის ასეთი შემთხვევები უკვე გვხდება, როდესაც ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა ფიზიკურად აღარ აქვს. თან ამას აქში მეგობრობის გასაჩენა და ჩამოსაყალიბებლად დრო არის საჭირო. ანუ რაც უფრო მე დროს ატარებენ ერთმანეთთან, გარდა იმ საერთო ღირებულებებისა, ვთქვათ, და შეხედულებებისა ცხოვრებისეულის, დრო უნდა იყოს გამოყოფილი. ძალიან დიდ დროს უნდა ვატარებდეთ ერთად იმისათვის, რომ მეგობრობა ჩამოგვიყალიბდეს. აი ეს დრო აღარ არსებობს. ხო, მე ძალიან მაინტერესებს პროფესორ ასათიანის ესეთი რაღაც ჩაფიქრებული ჯდომა. მე ჩემი გადმოსახედიდან უბრალოდ ძალიან იცვლება ეს ყველაფერი. აი არის ერთი ამერიკელი პროფესორი, რომელმაც ესეთი რაღაც თეორია წარმოაყენა, თქვა რომ რაღაც მომენტში მე ვნახე რომ ის ბავშვები რომლებიც მოდიან არიან განსხვავებულები. აი რაღაც ნაკადი მოვიდა და დავფიქრდი ამაზე რატო არიან და მივხვდი რომ ეს არის თაობა რომელიც რო დაიბადა სახში კომპიუტერი უკვე იყო. ანუ ჩვენ რაღაც ზუსტად მაგას ვიქნებია. იმათ ჩვეულებრივ როგორც ისწავლა სიარული, ისე ისწავლა კომპიუტერთან ასე ვთქვათ მუშაობა. კი, ორი წლიდან თავისუფლად მუშაობა. აი MP3 მუსიკას უსმენს, SMS-ებით ურთიერთობს და გაავლო რაღაც ესეთი ზღვარი და არ თქვა ეს თქვა ჩვენ თაობას ციფრული ეპოქის ემიგრანტები, თითქოს აი რაღაც მოვედით ამ სხვა ადგილიდან და ამ ბავშვებს დაარქვა ციფრული ეპოქის აბორიგენები. და თქვა რომ პრობლემა იწყება მაშინ, როცა ეს ემიგრანტები ასწავლიან აბორიგენებს. ეს იმათი სამყაროა, ისინი იქ ცხოვრობენ და იმათი ბუნებრივია. კი და ეს რაღაც თითქოს სხვა სამყაროდან მოსული ადამიანები ეუნებიან რაღაცას, ასწავლიან, ეუნებიან რომ თქვა გაუნათლებელი ხარ, რაღაც კითხვა გაკლია, მაგრამ როგორც კი ტექნიკური პრობლემა აქვს, მიდიან ამ გაუნათლებელ ასევე ძალიან ბევრია ესეთი ახლა ისე გავიხსენებ ახლა ეს ჰოლივუდი ხშირად კანახობს ხოლმე ზოგადად და იმაზე რა პრობლემა, რას გრძნობენ ჰაერში, რა პრობლემას ტრიალებს. ძალიან ბევრია ესეთი ახლა აბორიგენებზე გამახსენდა რაღაც აპოკალიფტური ტიპის სერიალები, სადაც აი ჩვენ ერთ დღეს ხრება მთელ პლანეტაზე შუქი და აღარასოდეს აღარ მოდის. და რა ემართებათ აბორიგენებს? და რა ემართებათ აბორიგენებს? აი მე ესეთი რამ მაინტერესებს. გასაგებია ეს მათი სამყაროა, ისინი იქ ცხოვრობენ და იქ კომუნიკაციას არაჩვეულებრივად შეიძლება ამყარებენ ერთმანეთთან და ჩვენ არ გვესმის, გასაგებია. უბრალოდ მე რა მაინტერესებს ეს პლანეტა მაინც ხო ჯერჯერობით არ არის რობოტები დასახლებული ხო ხა ადამიანები ურთიერთობ ჩვეულებრივად დავდივართ აქეთით. ერთ ჩვენიერ დღეს თუ დაუდგებათ ამ ადამიანებს, აი ან რომ დაუდგეთ აუცილებლობა ნამდვილად იმისთვის რომ გამოვიდნენ აი ამ ციფრული სამყაროდან და დანარჩენ სამყაროსთან დაამყარონ კომუნიკაცია.
ეს მათ შეუძლიათ და არ უნდათ? მეც მარქნას ილოცეთ რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ეს მაინტერესებს ხო, მას. ნუ არ ვიცი, ანუ ძალიან ბევრი რამე იცვლება რა. აი მაგალითად ესეთი კვლევა წავიკითხე, რომ შეიცვალა მოდელი, როგორ ვიმახსოვრებთ ინფორმაციას. ადრე რაღაც საინტერესო რო იყო. აბსოლუტურად ვცდილობდი რომ დამემახსოვრებინ, იმიტომ რომ სხვა დროს ამას ვერ ნახავდი. ეხლა ვიმახსოვრებ, სად შეიძლება ის ვნახო. ხო, აღარ ვიმახსოვრებ თვითონ იმას. თორემ მას არის რაოდენობაც ძალიან გაიზარდა. ბუნებრივია ყველა. სხვა სამყაროში ვცხოვრობთ ეხლა რა და ბუნებრივია ნებისმიერი აპოკალიფს შეუძლია რაღაცა შეცვალოს რა. მე ჩვენ ვიქცევით აბორიგენი. თუმცა მე მაინც ერთი მოსაზრება მაქვს, არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით. ყველაფერი ახალი, აი აღმოჩენის, ყველაფერი ახლავს ეს აღმოჩენის ცნობის წადილი და სიამოვნება, რომელიც არის ცოტა დროში გაწელილი, იმიტომ რომ ვერ გრძნობ, როდის უნდა დაამთავრო და როდის იმიტომ რომ გაინტერესებს, ჯერ კიდევ გაინტერესებს. ხომ არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი კაცობრიობამ ასე ვთქვათ, მოიღირჯოს, ამოწუროს. კი არა, რას ვამბობ, ის აი დაბალანსების ბაზარი ყველაფერს არეგულირებს ეს ხუთნობილი გამოთქმა და შესაბამისად იქნება ესეც დაბალანსდეს ზუსტად იმით, რომ იმ დააბალანსოს შეიძლება ეს დაუშვათ, მაგრამ არ მგონია ეს ჩვენ თაობებს შეეხოს და ჩემი შვილების თაობებს და შვილიშვილების. რაღაც ძალიან ეჭვმეპარება. ახლა არ იქნება მე უკვე რამ არის საძიებელი. ხო, მაგრამ მაინც ლაპარაკი ხომ არ დაგვავიწყდება, მე ეს მაინც არ შეიძლება ასე გადავალთმილო. მაინც მშობლებზე ხო ბევრია დამოკიდებული თავიდანვე რა სივრცეში რა თქმა უნდა. ეს რა არის ყველაფერი ზღვარზე აქ ლაპარაკი, რაღაც ოქროს შუალედზე, ხომ არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან ტექნიკაში, მაგრამ ახერხებენ ჯანსაღ ურთიერთობებსაც, მეგობრებიც ყავთ და ყველაფერი დორმაში, რამდენიც მაგალითი უნდა მისცე მშობლს. რა თქმა უნდა. მშობელი ზუსტად იგივე მაგალითს აძლევს ზის ძველი დღემდე მე აი მშობელთან დავაკავშირებდი ესეთი რაღაცასაც ვლაპარაკობდი მეგობრებთან ერთად, რომ ადრე თუ მშობელი ურჩევდა ბავშვს წიგნებს, ანუ იმ წიგნს იღებდა, რომელიც საინტერესოა, ეხლა უნდა შეარჩიოს კომპიუტერული პროგრამები. იმიტომ რომ მაინც იმ აპლიკაციებში ატარებს დროს და არის იქ რაღაც აპლიკაციები, რომელსაც შეიძლება განავითაროს. აუცილებლად გეტყვით, ეხლა სანამ შემოვა მაყურებელი ერთი რაღაცა უნდა თქვა, რაც აღმოვაჩინე, რა ხდებოდა ერთ ჩვენიერ საღამოს ჩემს სახლში, აი შორს ვარ წავიდე არსად, ვზივარ და რაღაც ინფორმაციას ვეძებ, ამასობა შემოდი ჩემ შვილი უკვე, ნუ აღარა მაქვს შვილებს ლაპარაკი და მეუბნება, ბაბა, იცი რა, მე მაინტერესებს რაღაც კონკრეტული დავალება მისცეს სკოლაში და აი ეს მაინტერესებს ძალიან. სად ისა რა ქვია, შეგიძლია რომ წიგნი სად ნახო მე ვხარ, ბაბა, შედი ჩქარა გუგლში და დაწერე, დასერჩე, ნახე, მიდი წაიკითხე მეუბნები, ანუ მაგალითად შენთვის. მეც გავიოლე, იმანაც გაიოლა, მინდა გითხრა, იმიტომ რომ ეხლა უნდა მომეძებნა წიგნი, მომეტანა კიბე, ამძვრალი ყავი, მეხუთე თაროზე იქ უნდა მეძებნა ეს წიგნი, რა, მოკლედ. სანამ წაიკითხე და თავისთავად ცხადია, სწრაფად და მარტივად მოიპოვა გაგიჭებია სამყარო. ვიცი, მაყურებელი. ისენ გამარჯობა. გისმენთ გამარჯობა. გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ ქალბატონო, ყურადღებით ძალიან. გამარჯობა, მე მსმენელი ვარ და ეს პრობლემა ჩემ ოჯახში ძალიან მაღალ დონეზე დგას. შვილი, რომელიც არის 13 წლის, აბსოლუტურად დამოკიდებულია კომპიუტერზე. ის ფლობს მხოლოდ ინგლისურს. ძალიან კარგად და მეგობრები საერთოდ არ აღავს. ელაპარაკება ლონდონში, ნიუ-იორკში, ეს ხოლია? მეგობრები. მე გაჯობია მაგას. ჩვენ ოჯახში. არის ესეთი, რა ვიცი, გადაუწყვეტელი და ალბათ ვერასოდეს ვერ გადავჭრით ამ პრობლემას. შეიძლება რომ გადავჭრათ ეს პრობლემა? თუ განვიხილავთ როგორც პრობლემას, სწორედ ამას განვიხილავთ. ეხლა ეს არის პრობლემა თუ მოცემულობა? ხო, ის რომ ეს არის ტიპიური ინტერნეტ დამოკიდებულება, გასაგებია, მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა ასე, თუ თქვენ შვილიშვილს თუ შვილს არ აქვს უშუალოდ ამ ინტერნეტს და კომპიუტერს წაართმევთ, რას თავაზობთ სანაცვლოდ? ცალია დედას, მშობელს, იგივე ბებიას, რაღაცა სხვა რაღაცით ჩაუნაცვლოს ეს. იმას აღარ აინტერესებს შენი ბებია და დედა. ის რაღაცა არ არის. თვითონ ვერა, მაგრამ რაღაცა საინტერესო, იცით, ბავშვი არ შეიძლება 11-13 წლის ასაკამდე ისე მივიდეს, რაღაც გატაცება არ ქონდეს, სადღაც არ დადიოდეს, რაღაც საინტერესო არ ნახოს ცხოვრებაში. ესეთი რამე არ ხდება. თუ თავის დროზე მშობელმა იოლად დათმო, ასე ვთქვათ, ეს შულთან ურთიერთობის საათები და გადასარევად ჩაანაცვლა ინტერნეტით, იმიტომ რომ მას ხელი არ შეუშალოს, მაშინ უგაგვიჩნდება პრეტენზია, რომ თქვათ ამ ასაკში მას სხვა პრობლემები გაუჩნდა. მშობელმა ჩაანაცვლა და ვერ მოიცალა მისთვის, მაგრამ აი ჩვენ აღნიშნეთ, ხო, ბავშვი დადის სკოლაში, შემდეგ დადის ინსტიტუტში, მერე მაგალითად რაღაცა წრეზე დადის აუცილებლად, ან რაღაც სპორტით არის დაკავებული. მაინც ხო აქვს თავის თანატოლებთან ურთიერთობა. ანუ იგივე სკოლაში, მით უმეტეს დღევანდელ სკოლაში, ჩვენთან სკოლა თავდებოდა 5 გაკვეთილის შემდეგ. დღევანდელი უფრო თუ აღვნიშნებთ კერძო სკოლების ფაქტორს 5-6 საათამდე ბავშვები ერთად ატარებენ. ხო, მაგრამ სამწუხაროდ
მაინც ესე არ გამოდის. მაინც უჭირთ ურთიერთობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ურთიერთობის სხვა ფორმაზე არიან გადასულები, წეგან კარგად და სწორად აღნიშნეთ. ის ღრმა ურთიერთობები, რაღაც ერთიანი ღირებულებების გაზიარება ერთმანეთისთვის აღარ არის საჭირო, აღარ ითხოვს დღევანდელი სწრაფი ცხოვრების ტემპი ასეთ ღრმა ურთიერთობას არ გჭირდება. შეიძლება შევხედოთ, რომ შეიძლება ის ჩემი ინტერესების ადამიანი, ხო, ისეთივე ინტერესებს აქ კი არ ცხოვრობს, ამ ქალაქში ცხოვრობს, სადღაც პლანეტის გამოსავალი ნახავთ. ძალიან კარგი რომ და იქ შორს არის და აქ არ არიან ისეთები და იმასთან ურთიერთობთ, რომ გვაქვს რაღაცა არიან, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ჩვენ არ გამოვიწყავთ მათ არც ვირტუალური მეგობრების არსებობას. ამ შემთხვევაში უბრალოდ ის არის მისთვის ეს დამაკმაყოფილებელი. ბაბატეთ რა 13 წლის საერთოდ შეიძლება აღდგეს მე. არა, აქვს ხარ რაღაცაზე არა, ხო, ქაბატონის დარდი აბსოლუტურად გასაგებია. კი, მესმის შეიძლება აქ ვერ ნახო შენთვის ახლობელი სული და ნახო ნიუ-იორკში. გასაგებია, ჩემთვის ეს ძალიან კარგად, მაგრამ ადამიანს ხომ აქვს ტაქტილური რაღაც შეხების აუცილებელი მოთხოვნილება. ურთიერთობის მოთხოვნილება. ადამიანო, იმიტომ არის სოციალური ცხოვრება, რომ მას უნდა სხვა ადამიანთან ურთიერთობა და ოღონდ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკრანი როცა ყოფს, ხო, ეს სხვა ტიპის ურთიერთობა მოდი ამაზე შევთანხმდეთ როგორც მოცემულობაზე. გასაგებია, მაგრამ მე და კომპიუტერი ერთად კინოში ვერ წავალთ, ხო? ეხლა აი შენ თვითონ მიხვედი, საერთოდ არ წავა კინოში. მიხვედი იქამდე. არა წავა, არა, მაგას შედეგეთ ახლა. მიდის იქამდე, არა. ბოლო სამყაროში ცხოვრობს, სადაც ესე არის. ხო, მაგრამ როგორც კი ხდება იმის აუცილებლობა, რომ უკვე გინდა შეეხო ადამიანს, რომელიც უკვე შენთვის არის ძალიან ახლობელი და ძალიან უბრალოდ მე მაინტერესებს რომ აქამდე 13 წელი, ნუ კაცი 13 წელს ავიგავანება, აქამდე არ გიშდება საერთოდ სურვილი არავისთან ფიზიკური ან ზოგადად ურთიერთობის? დაუშვებათ უნდა ოკეანე გადაიფრინო იმისთვის რომ იმ კონკრეტულ ადამიანს შეხვდე? არა, არ გადაიფრენს არასდროს ის შორს რომ არის, იმიტომ არის კომფორტული. იცი რა, იგივე სივრცეში, იგივე ვირტუალურ სივრცეში, ყველასთან შედიხარ კონტაქტში. ხო არ შედიხარ ყველასთან არა, მე კონტაქტში? საერთოდ არ შეზღუდული ვარ ამ კუთხით და ამიტომ მე არ მაგალითი მოდის გამომრიცხე და ტიპიურ მაგალითებს მივადგე. მივადგე ტიპიურ მაგალითებს. კარგი, ემიგრანტი. არა, გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობ. აბორიგენებზე ვილაპარაკოთ, ემიგრანტებს დავიგავანებთ. სხვა რამეს ვამბობ. როდესაც შენ შედიხარ კონტაქტში ბევრ ადამიანთან, იმიტომ რომ სივრცე არის საზღურო. ირჩევ იქაც, ხო? ანუ არჩევითობის მომენტი იქაც არის და ერთჩვენიერ დღეს იმ ადამიანთან უშუალოდ შეხვედრის მომენტის დრო დგება აუცილებლად და შენ ხურა კომპიუტერს და მიდიხარ და ხვდები. მაგას ვერ დაგითახმებით მაინდა-მაინც. არ ვიცი, ფერი ცხოვრება მიმდინარეობს ხანდახან აი ესეთი ვირტუალური ურთიერთობა, იმიტომ რომ არც ერთ მხარეს არ უნდა კი რამდენიც გინდათ. თუმცა რაც ოჯახები შეიქმნა, ვიღაცა არა, ხდება როგორ არა, რა თქმა უნდა. ესე რომ არა, იმ ადამიანს ვერ იპოვიდა და აი რაღაც გაიცნეს ინტერნეტით და რა. უბრალოდ ეს არის ახალი რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ, ვაღიაროთ, ჩვენ ესე ვცხოვრობთ დღეს. ასე საინტერესოა მაყურებელს რა კითხვა აქვს თქვენთან? გისმენთ. გამარჯობათ მოგესალმებით. დიახ. მადლობთ რომ ფილმების პრობლემებს ვთქვათ. მე მყავს ორი შვილი, 7 და 8 წლის. დიახ. ისეთი სასწავლო პროგრამა გვაქვს და ზოგადად ყოველდღიურად 6 გაკვეთილი, მეორე კლასში არიან. პრაქტიკულად დრო არ გვჩება მეგობრებთან, რომ გავატაროთ, ვიაროთ სტუმრად, ანუ ძირითადად სკოლაში მოვდივართ მეცადინეობ, ჩაბასკვირები ოლიმპიადებზე, სპორტითაც არ არიან დაკავებულები და აი რარჩევებს მომცემთ რაღაცა რა უნდა მოვახერხო, რომ ბავშვები ცოტა სხვა რაღაცაზეც გადავსო, ალბათ ვუსმენდი და თქვენს რომ 13 წლის ასაკამდე არ არსებობს რომ ჰობი ან რაღაცა სპორტით არ დაკავდეს ბავშვი. სკოლაში მეგობრები არ ხო? არა, ეს თავისთავად, მაგრამ სკოლის გარდა ხომ არის ბავშვები თავისუფლად რომ ხდებიან, მიდიან ერთმანეთთან, ანუ ამას მგონი ეს თქვენი პრობლემა არ არის მხოლოდ. მოდი დიდი რას ვკითხოთ, რას ვფიქრობთ, ეს არის პრობლემა თუ საერთოდ? იცით რა არის სამწუხარო თუ საბედნიერო არ ვიცი ხა როგორ მოთქვათ, ბავშვები სანამ პატარები არიან ხოლმე გონია რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს. ერთჩვენიერ დღეს აღმოვაჩენთ რომ ძალიან სწრაფად იზრდებიან რეალურად და ეს დრო გვეპარება თვალსა და ხელშუა. მაგრამ უნდა დავსვათ ალბათ შეკითხვა ასე, გვიღირს ის ოლიმპიადები, წრეები, აი ესეთი დოზით ვლაპარაკობთ, თორე ჩვეულებრივ სიტუაციაში აუცილებელია იმათ, რომ ჩავანაცვლოთ აბსოლუტურად ფიზიკური ურთიერთობა და ადამიანური ურთიერთობები. ხეს ქალბატონი როგორც ამბობს, ფიზიკურად დრო არ რჩება იმისათვის, რომ მეგობრებთან ატაროს, წაიყვანოს, მოიყვანოს.
მე მგონია რომ რაღაცა აი გრაფიკივით მაინც უნდა გაუკეთოთ ასეთ შემთხვევაში შულს რომ კვირაში ერთი დღე რამდენიმე საათი აუცილებლად იყოს მეგობრებისთვის განკუთვნილი ან სახლში დავპატიჟოთ ან თვითონ წავიყვანოთ ან სადღაც შეხვედრის ადგილი მოუწყოთ როცა ვხედავთ რომ რაღაც გარკვეული პრობლემა იჩენს თავს თორემ იმ 13-14 წლის ასაკში დამჯერეთ იმ ინტერნეტს ვეღარც მოწყვიტავთ უბრალოდ ვეღარ მოერევით ამ სიტუაციას სანამ ჯერ კიდევ დროა ძალიან დიდი მნიშვნელობა ბუნებაში აი ხლა პერიფერიებში მაგალითად იქ ცოტა სხვაგვარად არის ხო მართალია კი ეს ცოტა დიდი ქალაქების პრობლემა ადამიანი მიწასთან ურთიერთობაში რაღაცა სიმშვიდეს პოულობს ხო არა ალბათ კი გააჩნია ვისთვის როგორ მე არ შემიძლია ბუნებაში ცხოვრება აი იცით რა მჭირდება ხალხი და ესეთი ჩქეფარი ცხოვრება ეს რაღაცა ეტაპებია ეტაპები უნდა გაიარო მე ახლა ბუნება მინდა მაგალითად ხო და სამყაროს თავის ეტაპებს გადის ახლა სამყაროს უნდა ახლა კიბერ და თანამედროვე ტექნოლოგიებით ცხოვრება და გადის ამ ეტაპს აი რატომ არის დასვენება რატომ არის აუცილებელი რომ გეტყვიან ხოლმე რაღაცა გიჟური დღეების და საათების უნდა დაისვენო უნდა განიტვირთო კი ამისთვის ძილია მოცემული ზღვა შეხედო იქ მდინარე შეხედო მთას და ასე შემდეგ ბუნება გარემო ძალიან ბევრს მე თანამედროვე ტურისტებს ძალიან ხშირად აჩვენო და მიაჩვიო მადლობთ აუცილებლად გავაკეთებ ამას მე უყურებ ხოლმე აი თქვა არა რომ screen saver-ზე დაუყენებ ოკეანეს და გადასავალ არა ეგეც არის ოცხო მე ძალიან მიყვარს კვირაში ერთხელ გასვლა ქალაქიდან ან სხვა რაღაცას უყურებს თვალი და სხვა იმას განტვირთვისთვის არა თავისთავად ეს მეთოდი უნდა მოვნახოთ როგორ ვიტვირთებით ყველაზე კარგად მაგრამ პრობლემა ის რა არის ჩვენ აკვალან შევიგრებთ აბორიგენები ხო არის პრობლემა იგრაინტები უნდა დაგვემატიჟებინო იმიტომ ჩვენ ვართ ახალი მისულები ამ ეს არის პირველი ემიგრანტი მე არა ვარ პირიქით ხარ ვიყო ჯანდაბა არა ნინო რაც თქვა ეს absolუტურად გასაგებია სამყაროს ასე უნდა მან ესე გადაწყვიტა ჩვენ ამას მივიღებთ თუ არ მივიღებთ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც სამყაროსთვის და არც ეს ესე იქნება აუცილებლად და გასაგებია ეს ესე იქნება და ეს უკვე არის ესე უბრალოდ მე მაინტერესებს აი ეს რომ არის უკვე და ეს დიდხანს გაგრძელდება ნეტავ ადამიანისთვის აი როგორც homo sapiensისთვის ეს რა როგორი გახდება ადამიანი უბრალოდ ეგ მინდა გავიგოთ სულთა თეორიულად ალბათ როგორც აქამდე შევეგუეთ ცეცხლის მოპოვებას მე ელექტროენერგიას და ასე შემდეგ ესე შევეგუეთ არა თქვენ გამიჩნდება რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა მოიგონებს რაღაცას არა მე საერთოდ ვერ ხედავ ამაში პრობლემას დღევანდელ დღეში სიმართლე გითხრათ არ არის ეს პრობლემა რეალურად პრობლემაა ცოტა სხვა რამეა რა პრობლემაა რომ ქვეყანა უნდა იყოს იმდენად სტაბილური რომ ადამიანს შეეძლო საკუთარი თავის რეალიზაცია, განვითარება და ბავშვმა აირჩიოს ის პროფესია, რაც მას რეალურად აინტერესებს და არა ის, რაც ჩვენს რეალობას უნდა მოარგოს, რაც შეიძლება ფული იშოვო და მსგავსი სისულელები, თორემ ის რომ უნდა განვითარდეს და ტექნიკა ამაში უნდა დაგვეხმაროს, ეს ორჯერ ორია და ამაში მგონი შეიძლება რაც ჩვენ განვითარებულია სამყარო მით რომ მეტად ზრუნავენ იმაზე როგორ მოიპოვო ფული და იყვნენ კარგად, მაგრამ სანდრო მე ძალიან მაინტერესებს არჩევანი მეტი უნდა ის ისე არჩევანი მეტია ადამიანი მაგრამ სანდრო მე ძალიან მაინტერესებს თქვენ ახლა ხართ ძალიან ახლოს ახალგაზრდებთან მე პირადად სიმართლე რომ გითხრათ აი ძალიან ხშირად ჩვენთან გადაცემაში და არხზე საერთოდ ძალიან ხშირად მოდიან ახალგაზრდები და სიმართლე გითხრათ მე ვარ აღრთოვანებული ამ ადამიანებით მე პირადად სანდროთი ვარ აღრთოვანებული იცი რატო აი რაღაცა ასათიანი რომ არის ასათიანის აი ეს ძველი ტრადიციული ისტორია ამას აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ მე ხა სანდროთი ახლოს არის აბორიგენებთან და გავარკვევთ ხო და აი მაინტერესებს ეს რას არის თი გამოირჩევა რა არის მათი საინტერესო მე ძალიან მიყვარს ჩემი აზრით არიან ძალიან საინტერესო ახალგაზრდები, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ უფრო დიდ სამყაროში. ანუ ის ბარიერები, რომელიც ჩვენ გქონდა ჩაკეტილი რომ იყავი რაღაც ინფორმაცია რო არ ქონდა. დღეს მაგალითად არ არსებობს იშვიათი წიგნი. კი, ზუსტად. ჩვენ დროს არსებობს იშვიათი ფილმი, ხო? ამიტომ მისი ფანტაზია ხო, ანუ სადამდეც გაწვდება რა ინფორმაციაც უნდა, ეს შეიძლება მოიპოვოს რა. ცოტა ცინიკოსებიც გახდნენ, მაგრამ ჩემი შვილიშვილი რაღაცებს ეს დამცინის და მე მწყინს. არ უნდა გეწმენდეთ, რომ ეს ნორმალური გარემოა. თქვენი ურთიერთობა აბორიგენებთან, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ახლოს ხართ მათთან, ხო თუნდაც იმ თვალსაზრისით რომ მათთვის ყველაზე საინტერესო თქვათ თაგანს ასწავლეთ. კი, ნუ რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ისინი ცხოვრობენ სხვა სამყაროში, აქვთ გაცილებით მეტი შესაძლებლობები და იმ
ადამიანებს, რომელსაც ადრე ჰქონდათ ბარიერები, დღეს ბარიერები არ აქვს. ყველანი ერთნაირები ხარ, რომ ვიღაცას უნდა რომ სადღაც საზღვრებს გავიდეს და არიან ესეთები და იმისიც მჯერა რომ ხო თუნდაც ესეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველო, აი ეს ბარიერები რო აღარ არსებობს, რაღაცები გამოჩნდებიან ვიღაცები, რომლებიც თურმე აღმოჩნდა რომ სოფლიო მასშტაბის პიროვნებაა. 100%-იანია. აქამდე შეუძლებელი იყო რომ დაგვენახა რაღაც სოფლიო მასშტაბის პიროვნება სადღაც ლოკალურად რაღაც პატარა ადგილას. აბსოლუტურად გეთანხმები. სანდრო და აი მათი ფსიქიკაც შეცვლილია თუნდაც სიყვარულში. იმიტომ რომ უფრო ხო, უფრო ქიმიას, ნანა, ქიმიას. არა, უფრო გაიოლებულია ეს ყველაფერი. გაიოლდეს ქიმია ხო მიმდინარეობს. ქიმიური ფიზიკა გამოხატვა არ რა მნიშვნელობაა გამოხატვას? ნინო, ხო გძნობ, თავარი არის გძნობა და სიყვარული. თავარი ის ორი ადამიანი ერთმანეთთან იყოს კომფორტულად. ხა ჩვენი შეფასებით რაც გააგრძნობენ მათ და რაც გრძნობენ სუბუქად და ზედაპირულად არ აქვს ამას მნიშვნელობა. ტრადიციას ორი ადამიანი ერთმანეთთან კარგად არის. ბედნიერი იმით სიყვარულის ტრადიცია არ აქვს, სიყვარული არსებობს და ყოველთვის იარსებობს. რა თქმა უნდა, ხა ამას კომპიუტერში გააკეთებს, მაგიდასთან გააკეთებს, სად გააკეთებს, მისინება და მნიშვნელობა. საბატონო, მე ყველაფერი მესმის, შევდივარ ჩვენს მდგომარეობაში, მაგრამ საფარის თავისი სამსახურების იცვლება ხო, ანუ უფრო მეტი ადამიანია, რომელსაც შეიძლება სახლიდან იმუშაოს, რომელსაც შეიძლება აქ იყოს და თქვათ უცხოეთში იმუშაოს, მაგრამ ეს არის გენიალური, აბსოლუტურად გენიალურია რა. რომ ჩვენი ვალი ალბათ კარგი განათლების მიცემა ასეთ დროს შვილებისთვის, რომ ამ ყველაფერს შანსები განათლების რაც ანუ რა თქმა უნდა, ბევრად მეტია. მაყურებელი ნინო მე და შემპატიის ცემს და ეს არა. გისმენ გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. გისმენთ ყურადღებით. გისმენთ. გადაინაცვლა სხვა სამყაროში ამ ადამიანმა აშკარა დაგკარგა. დიახ, გისმენთ, ქალბატონო თუ ვაჟბატონო. გისმენთ. არ უნდა. აი, მე რა მინდა, იცი? მე ხამინდა ორივესგან ესეთი რჩევა მივაწოდოთ ადამიანებს, რომლებიც ცოტა დაბნეულები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ვაკაკუნებს და მათ არ ესმით. ანუ, არიან, აი ხა როცა მე უყურებ, მაგალითად, როცა ბავშვები მუშაობენ და რაღაცას ვეკითხები, აი ცოტა გამორკვევა რაღაც მომენტში უჭირთ ხოლმე, რომ ძალიან ჩართულები არიან. ერთი მხრივ ძალიან მივესალმები ამას, იმიტომ რომ ამომწურავია მათი აი ეს ინფორმაციის მიღების, აი რომ უყურებ მომწონს კიდევაც როგორი, თქვა ჩართულები არიან ამ პროცესში. რომ არ შეშინდეს თქვა შობელი ემიგრანტი და ემიგრანტი აი ესეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო რომ ინგლისში ესეთი პროგრამა წამოიწყო მშობლებისთვის რომ ანუ ბავშვობიდან ასწავლიან უკვე პატარებს პროგრამირებას და ადრე თქვა შეიძლება ბავშვი მისულიყო მშობელთან და ეთქვა რომ აი ეგ რაღაც ამოცანა ვერ გავაკეთე და მიხმარე ხო და იქ მივიდა რომ ისეთ რაღაცას სწავლობენ რომ მშობელი გოიში არ არის ამიტომ რაღაცა პროგრამა წამოიწყეს მშობლების განათლება რომ აი რა სწავლობენ თქვენი ბავშვები აი ეს პროგრამირება რა არის ანუ ჩემი აზრით მშობლებს ურჩევდი რომ ჩაიხედონ ის სამყაროში და ისინი არიან თქვათ ესეთი რაღაც გზის გამკვლევები ამ ბავშვებისთვის შეარჩიონ ისეთი პროგრამები იპოვონ ისეთი ვებგვერდები რომელიც შეიძლება ამ ბავშვს დაინტერესოს ან ადრე თუ იყო სპეციალისტებს თვითონ თუ არიციან არ არის პრობლემა ადრე თუ იყო წიგნი ახლა იქ არის და იქ დავახვედროთ ის რაც მის განვითარებაში თქვენ გასწავლათ ვინმე მშობლებმა თვითონ მოხდინა არის ახლა მე პრინციპში ჩემს დროს ვერ მასწავლე და ჩემს მშობლებს ხო ემიგრანტებიც არის კიდე თქვენგანაც აუცილებლად მივაწოდოთ ხო მეც ამას ვიტყოდი იცით სანამ პრეტენზიები გვექნება და რაღაც ბავშვებთან კონფლიქტები მოგვევა იქნებ გავერკვეთ რატომ ინტერესდებიან ამ რაღაცით რა არის იქ ისეთი რაც მათთვის საინტერესოა შესაძლებელია ჩვენც აღმოვაჩინოთ რომ რაღაცა განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე რატომაც არა ამაზეც მინდა რომ გააკეთოთ აუცილებლად თქვენი აზრი აი ნინო თქვა შესანიშნავი მაგალითად დაბადების დღეზე შეიკრიბნენ ბავშვები ერთმანეთს არ ვლაპარაკებიან ყველა არის ჩართული მარტო თავის გაჯეთთან ურთიერთ აი ეს ნორმალური მოვლენა აი იმ სოციუმში სამწუხაროდ უკვე აღარ არის ნორმალური მოვლენა იმ ბავშვებს თუ ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ ის უნდა გადადონ გვერდზე იმიტომ რომ წესი და რიგით ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს რომ იმ რაღაც მოკლედ დროში 2 საათი აქვს თქვა დაბადების დღისთვის გამოყოფილი ხო ურთიერთობა უფრო ძვირფასი უნდა იყოს ვიდრე სხვა გაჯეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ არის ნორმალური არ არის ეს ნორმალური ხო თორემ მთელი დღის მანძილზე ჩვენ წავართვათ ტექნიკა და თუმცა სანამ დავასრულებთ იმიტომ რომ დრო დამთავრდა მე მაინც მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო რომ ეს ნორმალური არ არის მაგრამ ამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ უნდათ ეს არის უბრალოდ დაბადების დღეზე მისული რაღაცა 5-6 კაცი ჩვენ უყურებთ ამას ჩვენი გადმოსახედიდან როდესაც ძალიან ხშირად მქონია ბავშვობაში ალბათ თქვენს ქონიათ ეს განცდა როცა სადღაც მიგიყვანენ სტუმრად და არ გინდა ყოფნა ეგ არის მეტი არაფერი იძულება სიტუაციაში ერგო გარემოს იმიტომ რომ რა უნდა აკეთო 2-3 საათი გინდა თუ არა აი ეს ხანახან ყოფილა ესე რომ მე ყოფილა ესეც არ მინდოდა მაგრამ საბოლოო ჯამში დასრულდა ყველაფერი ძალიან კარგად იმიტომ რომ იძულებული ვიყავი რომ
ვილაპარაკებოდი ვიღაცას და ეხლა ეს აღარ აი ერთი ლიდერი ამიტომ არის ყოველთვის საჭირო ერთი ლიდერი რომელიც ამ აქტიური რეკლამის დროა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის უმეცი მადლობა ჩვენ რეკლამის შემდეგ დაგიბრუნებთ მე აღმოვაჩინე პირველი აბორიგენი გაბატონო თუ ემიგრანტი არ ვიცი რომელი დავარ რატო მიყვებით რომელი ყვავილი გააგზავნეთ არა არ არის საინტერესო ახლა მე რომ ეხებოდეს ან ნინოს უბრალოდ იცლება ის სულ ადრე რომელიმე საუკუნიდან ხო წერილებს წერდნენ და ეს წერილები მიქონდათ ხან და თვეობით მიდიოდა ადრესატამდე ეხლა დაწერა და წაკითხო ერთია ნანა ხო აი რა პროგრესი შენთან ერთად კითხულობს ნახევარი საკუთო არა გააჩნია არა ნინო იმ სამყაროს აქვს თავისი პატარ-პატარა რა პროგრესია ხო მე ამან შეცვალა ყურით ჩურჩულებდა რომ სხვას არ გაეგო მე ამან შეცვალა კიდევ აი კომპიუტერით უკვე წამოდა კომპიუტერს რაღაცა რო შეცვლის ეს ფაქტია მე ასე შორს მე ვერ ვიყურები არა იცი რა ფაქტია რომ რაღაცა დაწესებულებებში სალომე ისე რომ პირდაპირ ანტენა თავზე და გადასცემს ჩვენს აზრებს კი ალბათ მოვაეძო არა იაპონელები ხო ბევრი რამის შემქმნელები არიან ამ ტექნიკასთან დაკავშირებით და რობოტებს იქ საკმაოდ იყენებენ ხო საწარმოებებში და იმაში ადამიანი აუ რამდენი რამეა წინ აფსუს ძალიან უყვარ რომ ყველაფერს ალბათ ვერ ძალიან საინტერესო პროცესები მოყვება ამას წესით. მაგრამ ჩვენ ხო ხელმეორედ დავიბადებით. ხელმესამედ ხელმესამედ და იმასაც მოვასწრებთ და ნახოთ. ყოველ შემთხვევაში მე უკუში ჭანჭიკით. ხო, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. ამიტომ მე მაინც გონია რომ ყველაფერს უნდა შევხედოთ ისე როგორც მოცემულობას. მე ვიქნები კაკა, შენ იქნები ძაღლი. მე კი სანი სანდრო დამიძახე ხოლმე რომ შევხვდებით იქით წყალში. გადაწყდა უკვე. გადაწყდა. ჩვენი ბედი გაურკვეველია გვეტყვი არა. ამოირჩიეთ მე არა ამოირჩიე შენ რაღაცა ლამაზი ფრინველი შენც ფრინველი და იყავით ფრინველები და მე ვიკატა დაგჭობნი. არა მე გიკვეთი. შევჭალდა. სამჯერ ყველაფერი კარგად არის. და ხემშვიდობებით ბედნიერ მოქმედ დღეს გისურვებთ ორ შაბათამდე.